გამოუშვა დღევანდელი დღის გეგმები მისტერ გაბრიელმა აკორდ გამარჯობა უბრალოდ დავიწყეთ გადაღებები რამე თუ ჩვენს საცოდავ iPhone-ში სად არის 11-ში აღარ არის ადგილი და ფაფუ ადგილები და თანაც კიდევ არქივები არა გვაქვს წარმოიდგინე სულ რო წაშლა მიწევს არქივები არა გვაქვს რა აი ეგ არის ყველაზე ცივი რომ უცბად აი ჯვარის წერია რა იმი არქივო დამებლოკოს რა იმი არქივო გამიქრეს არქივი არა მაქვს წარმოიდგენია That's very bad, no? Hey. Okay, that's amazing. Tu kinda გავსულიყავთ. დაგავცო ხო უნდა გადაყარცო და თან რამე გიყიდო. იქიდან წავსულიყავით და იქითაც ნაგავ. აი, წადი. Წამო. წამოდი და ორნაბიჯის გვერდით გადაყარე. აგუთილებ ყველაფერი მზად გააქვს. მაგარი პეჩსონა გახდო. შემოხედე. იმენა მითხუნჩაკ როგორ ხარ რა. იცი ვინ იყო მითხუნჩაკ როგორ? ჰოლივუდის მსახიობის დედოფალი. ბიჭი იყო, ნუ კენგი, პრინცი იყო. აჰა. კონცერტ წელი ჩემი ამოვიდა. აი ეს. ზესუნძა რა, რომ ზესუნძირებია. ეს მაგარი გემი. ეს გიჩვენია იმა? მომი მაშინის. აჰა. მართლა არ გინდა ესა? Are you sure? არა, აიღე კაცო ერთი ეს თუ ვინა? არა, შენ თუ ხა ეს მაშინ დაიცენა. შენ თუ მართლა არ გინდა ეს ყველიანი? მაშინ ამას დავთხოვ. კა? მიდედო. ყველიანს. არ ვიცი რატო ქია ყველიანი შეგინ ყველი არ არის, მაგრამ როგორც აი მოიცა. ამოტრიალი. როგორც არის ძალიან გემრიელი. აი ყველიანს. არა. ხო, ნუ როცა ყველიანი ქვია, უფრო იმის მოლოდინი გაქვს რო. უფრო იმის მოლოდინი გაქვს, რომ ნამდვილად ყველიანია. თუმცა ის რაც ანუ ცუდის კი არ ვამბობ, რომ ცუდია, კაცო, ინტრიგანი კი არ. უბრალოდ რაც მასშია მაინც ყველი არ არის, თან ტკბილია, მაგრამ მე მომწონს. ვაგემოვნებთ. ხება ახლა, კა? დაგოთლებზე რა? გასინჯე. რა გასინჯე, მაგასაც დავინახავთ ამდენი ჩაყობა, რომ ჩავალთ ახლა. Што და გორმოცეგობა რა? დაუბერდი ჯიგარე? მე დილით ვირბინე 8 კილომეტრი შეიკარე. შეიკარე ხა თეთრი ის არის და უნდა ახვიდე შეხვიდე ტალახიანი შავი ყავისფერი რა ფერსაც მიიღებს. დილით ვირბინე 8 კილომეტრი ჯიგრებო და მე ვახში. და გამოვიდა. ნუ მე მეჭირს ხოლმე უკვე. სხვათა შორის ჩვენს გუშინდელ ჩელენჯს გამარჯვებული უკვე ყავს. მაგა? კი. პეპე ფლაისთან დაკავშირებით რო ქონდა ჩელენჯი. მერე? ვინ არის? ესე ხა სახელი და გვარით ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ პეპელაო დაწერა. და მართალი ხარ მეგობარო, პეპელაა. და შენ მას უნდა გადასცე რა? მონეტა. გაჭყლეტილი თუ გაუჭყლეტავი, აღარ მახსოვს. არ ვიცი რა გითხრა, გაჭყლეტილი მინდაო თუ? კაი, მოვიფიქრებთ. მოკლედ ჩვენ გადავწყვეტ გაუჭყლეტა თუ გადუჭყლეტავს გადმოგცემთ. პეპე ფლაი მეგობრებო არის მონეტა. ეს იყო ჩემი საყვარელი გართობა ბავშვობაში სიტყვების შერწყმის. და მისტერ გაბრიელიც როგორ ამბობ ნახვამდე ის? ნახვანდულები. შემოგვეხმიანე და შენ გადმოგცემთ მონეტას დაჩუქრანცო. ასეთი კითხვა აქვს ხოლმე ჩემთან ხშირად. ოღონდ იცით როგორი კითხვაა? ვერ ვიგებ, მართლა აინტერესებთ თუ უბრალოდ მე ვიგებ. მოდი თავს არ მოვიტყო. ხვდები რა უფრო სწორად. უბრალოდ ვერ ვიგებ რა სჭირდებათ კითხვის ასე დასმა. ამდენი დრო რომ საიდან გაქვსო გაბრიელს რომ დასდევო რა, სულ რომ გაბრიელთან თათხარო, ამდენი დრო საიდან გაქვსო და თითქოს რაღაცეთი კითხვაა ხო უბრალო, მაგრამ ნუ გასაგებია რომ ცოტა ინტრიგნულია რა, ამხელა კაციო, რაღაც თემები ხვდებით ხო ყველა. ახლა გიპასუხებთ რაც ხდება. მე ვარ პროფესიით მეგობრებო ტელეკინო რეჟისორი და ასევე შოუმისაფრთხოების სპეციალისტი. თუმცა როგორც ტელეკინო რეჟისორი არც არ ვმუშაობ, არც ტელევიზიაში, არც არსად და არც შოუმისაფრთხოების სპეციალისტად არ ვმუშაობ. ასევე მუსიკალური განათლება მაქვს. წლების განმავლობაში ჩემი ძირითადი საქმიანობა იყო
31 საავიაციო ქარხანაში იგივე დელტაში მუშაობა. აი დაგანახებთ, ახლა ზუსტად ამ ქარხანასთან ვარ და აი იქეთკენ მთლიანად, აი რასაც ხედავთ, აი ეს შენობები რაღაცეები რაც ჩანს. აი ეს მთლიანად არის, აი კიდე რო ჩანს. ეს მთლიანად არის 31 საავიაციო ქარხანის ტერიტორია. წლების განმავლობაში მანდ მუშაობდი 2004-დან 7-მდე, მერე წამოვედი სტუდენტი ვიყავი და 11-დან 22-მდე იქ ვიყავი. ანუ რამდენი წელი გამოვიდა მთლიანობაში, კაი ბლომაწლები. და ვარ CNC ოპერატორი, ანუ Computer Numerical Control Machining. ციფრულ, ენა რო არ მოვინტორიო, ახლა ინგლისურს კი არ იმაშურო. ხო ხვდებით რა, ანუ ციფრულ კომპიუტერული კონტროლი, ესე ქვია. CNC ესე უფრო გასაგებია რა და ხო, რაზე გავჩერდი და მოკლედ 5 ღერძიანი თანამედროვე ჩარხები რაც არის, სახარატო, საღარავი, იგივე ტოკარი და ფრეზი. აი ეს დანადგარები რომ ჩამოაქვს სხვადასხვა წარმოებებში, სხვადასხვა ადგილებში. ძალიან ცოტანი ვარ, თუმცა ამ პროფესიას კარგად ვფლობთ. ვეხმარები ამ დანადგარების ინსტალაციაში, პროგრამირებაში და ჩარხის გაშვებაში. პირველი საცდელი ეთორ დეტალს მევჩარხავ და მერე ამ ჩარხს ვაბარებ. თუმცა სამწუხაროდ არც ისე დიდი რაოდენობით წარმოებები იყენებენ თანამედროვე ჩარხებს, ძველ მამაპაპურ საბჭოურ დანადგარებზე მუშაობენ, იმიტომ რომ უმაღლეს სიზუსტეებზე მუშაობა არავის საჭირდება ნანომეტრებში და ნანოებში და მიკრონებში და არც ისე ხშირად მიწევს ხოლმე ამ ჩარხების დაყენება და ამონტაჟება. თუმცა თუ დავამონტაჟებ, საკმაოდ кайფულია ხოლმე. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ 2 თვეა ზუსტად არაფერი არ გამიკეთებია ამ მიმართულებით. თუმცა შეიძლება ისეთი თანხა გადაიხადონ, რომ 2 თვე კი არა 6 თვე სახში იჯდე ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ როგორც გითხარით, ასეთები 1000-ში ერთხელ ხდება ხოლმე და აი ეს არის ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო და ის პატარ-პატარა რეკლამები, რასაც Facebook-ის საშუალებით დამიკვეთავენ ხოლმე და შემიკვეთავენ ხოლმე. ნუღაინერულებთ ჩემ შემოსავლის წყაროებზე, ნუღაინერულებთ. მოკლედ თქვენი კითხვის პასუხი მგონი დამაკმაყოფილებელია, ხო? ვერაღი ქონს მთვარეს თორე ძალიან მაგარი მთვარეა, აი. იქ პირდაპირ. ანუ ნათუ ის არ არის, ლამპიონი არ არის, მთვარეა რა. 8:10 წუთია და როგორი სიბნელეა უკვე რისაწუთზე რომ მისტერ გაბრიელი არც კი ჩანს. რას თუ ხლავ ძმაჯან? იმას, რაც მეყიდე. მამეც ჩანს. რა ხდებოდა აბა 7 გაკვეთილზე? Are you happy? Yes. Why? I don't know. როგორი სიბნელეა, განათება გჭირდებათ, თო რა უბედურება რა არის ის ვიდეო? მე ვიცი ძმაჯი. კინკლებს ხედავ? რაღა დროს კინკლებია ბიჭო, ამ ტემპერატურაზე ვეღარ უნდა იყვნენ ესენი წესი. ქორწილი აქვს, ხედავ? დღეს სპორტი არ გქონდათ? ხო. შენ გონე ამერიკაში ბალახს აფერადებენ? კი, მინახე ვიდეოს. Are you serious, my friend? არა. კი, yes. I am serious. და შენ ფიქრობ, რომ აი რაც კი სიმწვანეა, აი ესეთ რაც ჩვენთან არის? სუ ყველა ახლა არა. ამერიკაში ეგ არის ხელოვნურად გამწვანცული? ხო. You are absolutely right, my friend. ეგრეა. ოღონდ, ანუ ეგრე კი არა, რომ საღებავებს ასხავენ. ნახე? სპეციალური სითხეა, რომელიც სიხასხასეს მატებს და ნიადაგს საჭირო მინერალებით ყვებავს, გენაცვალე. ვა, ჩემი საფრთხლები. ეს ხო არ გუნდა, ვა, პური რამე, აი მაგარი კიშკებია, ხო არ წავიდე თო. დოგვი რამე, ხო და ანუ ეს სპეციალური სითხე ამ მინერალებით ყვებავს. მოკლედ ერთხელ მეგობრებო, ჩვენ გქონდა ესეთი ჩელენჯი, აი აქ. ამას კოინს. ბუჩქის ქვეშ დავდეთ 20 თეთრი 40 თეთრი 40 თეთრი ვიყო. 60 თეთრი. კიდე ნახე?
60 თეთრი ვიპოვნეთ. პონელი დასაჩუქრდა 60 თეთრი. მოკლედ 60 თეთრი ჩვენთან არის რა. პატრონი თუ იცნობს 20 თეთრიანებს. ვიზუალურად 20 თეთრიანებად გამოიყურებიან, მოვიდნენ და მივცემთ. მოკლედ ეს თქვა მინდა. დამოუწდა ეს თქვა მინდა და მართლა დამოუწდა დედას გეცები. რას ვამბობდი არ მახსოვს. ის მონეტა ადრე იქ. ხო. ხო და მონეტების ჩელენჯი გქონდა რა. ინდიელი დავდეთ და რაღაც ერთი კვირის მერე რომ მივედი არ იყო ნაპოვნი. წამოვიღე უკან ისევ ჩვენ დავრჩა. მერე დავდეთ ძველი საბჭოური 5 კოპეიკიანი. ზამაგარი. ვერცის ვერ იპოვნეს. მერე მითხეს ესეთი რაღაცო. ჩემაალაო, შენაო, ბიჭო. არიცი ორო. აი ამ ნარკოტიკებზე, მასო ბუჩქებში და რაღაცეებში, მიწებში მალავენო და ვიღაცამ შარი არ მოგდოსო, რომ ვითომ ამ გართობაშიო რაღაცა ნარკოტიკს დეფო. აი, გერა შესაქმნო, თუ? კი. ჭუაში დამიჯდა. მართლა რეალურად შევშინდი, მეთქი ძალიან რეალურია რა, ეგ ეხა აკონტროლებს პოლიცია და მეთქი ხა რაღაც შარი არ ავიკიდო მეთქი და თავი გავანებო. მოკლედ ბაკ ჩელენჯს აღარ ვაკეთებ. დიახ. მერე შრომის სათხოვების კურსებზე რო დავდიოდი პოლიტკოვსკაიაზე დავდე ძველი ფულები ფილის ქვეშ. რო გავიარე აღარ დამხვდა. აღებული იყო. მოკლედ ადამიანს რო გინდა რომ რაღაცა კარგი გემრიელი ჩელენჯი მოაწყო და რაღაც ბავშვები გაახარო ამ ვიღაცა ბარიკებს და ესეთ ვიღაცა პატარა ვირთხებს რა მათეა. მათე? მათე? ჩვენი მათე გაიჩიტა ხულო. სადმე ვარჯიშია. არ მაძლევენ იმის საშუალებას რომ გავართო ბავშვები. მთლიანობაში მაგის თქმა მინდოდა. მაგარი საღამოა, შველად შევხვდა, მათეც შევხვდა. Out. Prospecting is alive in action. Money. ლარი დაუც, მარტო ლარი დაუც, ეს არის ხვალინდელი დევას სკოლის ჩვენი სრული ბიუჯეტი არა, ლარიანი არა. მე მაისა მეტრო მაშინ უნდა ჩავრიცხო. ხურდები ამოკრიფე ლარი დაუცით. 30. მართლა არა, მაგ შენ თავს გიწევი ამის მეტი ფული ხვალე ეს უნდა ვიკმაროთ. კარგი. 45 ლარი და 15 და ხო მე ყოფა სოხა რა იყიდე ძმისგ? აი ეს ვიყიდე. ვინცერ გამიყოს? კაი გამიყო. აი ეი რა ღორობა? შე დაგეწევით დაკიდებ კოჭებით. მოვიდა დაჭდა. ამის გამოცემციმებს? ესე იგი ჰერცების პარამეტრები უნდა შევცვალოთ. კაი. გავხსნით. აჰა. პატარა მანას შემოთვიდა. ნუ ეს მოკიდა. კაი. ავიდა? ლარდათი. საჩემო არა. ბევრი შაქარი აქვს და ბევრი თაფლი აქვს. თაფლი? რა. თაფლი ვიტკბილია კაცო. მე თაფლი არ მომწონს და. ეგრე მეტად ტკბილები მე არ მომწონს. ასე მინდა ტკბილი. ჯანთას არა გაქვს? შენ გაქვს. მე როგორი გამიჩერდა. გაგიჩერდა? არა მომეწონა. მანახე კიდე ეხლა მეორე მხარეს გავსინჯე, ეხლა მარჯვენა მხარეს დავუყიდე რა. ეხლა მარცხნივ დავუყიდე. ნახოთ. მარცხნივ რა ხდება? კაია. მარცხნა მხარეს ცოტა სიკაკლევი გრძენი. კაკალი აქვს. აი ეს გემოების თამაშია ეს. კაკალი არა მამი. ხახუი რაღაცა მწვანე ლაკლია რა. გემოზე შებრა წვანკლია. კი ზუსტად იგაკლია აი ამას. ახლა მესამე წინაკბილებით გავსინჯავ.
აუ. მიდი. ამინდა არა, ამინდა. I'm just joke my friend, მოდი ხარ წინაკვლევი. ნუ წინაკვლევი სნიკერს გავს. დაია. წავჩუნ ცოტა. ჩვენი დღევანდელი გაბრიელის რუტინა ამით განსრულდა მეგობრებო. რამე თუ ლივტით დავიწყეთ და ლივტით ვამთავრებთ ჩვენს ოჯახურ დოკუმენტურ ფილმს და დამთავრე რა დუბლის დამთავრება როგორ იყო. ამათობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექა დეშუბა 83. მადლობა.